გამარჯობა. დღეს ვეცნობით თქვენ მიერ გამოგზავნილ მასალებს, ვსაუბრობთ ემილი ბრონტეს ქარიშხლიანი უღელტეხილის პირველ თავებზე, ციფრული ტექსტის სახით გვაქვს დიახ. და ასევე ინფორმაციაზე პროექტ გუტენბერგის შესახებ, რომლის საშუალებითაც, როგორც ვიცი, ეს ტექსტი ხელმისაწვდომია. ზუსტად. ჩვენი ამოცანაა, ესე იგი, გავიგოთ, რა არის ეს პროექტი გუტენბერგი და თან ჩავუღრმავდეთ ქარიშხლიანი უღელტეხილის საწყის, ცოტა პირქუშ ატმოსფეროს, ვინ არიან პერსონაჟები, როგორია პირველი შთაბეჭდილებები, მოდით დავიწყოთ. კი ბატონო. საინტერესოა ეს კომბინაცია ნამდვილად. ერთი მხრივ გვაქვს პროექტი გუტენბერგი, რომელიც ცოდნის ერთგვარ დემოკრატიზაციას განასახიერებს, ხო? კლასიკას ყველასთვის ხდის ხელმისაწვდომს. კი. მეორე მხრივ კი თავად ტექსტი ქარიშხლიანი უღელტეხილი გვთავაზობს სამყაროს, რომელიც უკიდურესად ჩაკეტილია, სოციალურად ბარიერული, შეზღუდული. საინტერესო დაკვირვებაა, თითქოს წდომა ღიაა, მაგრამ სამყარო პირიქით დახურული. დიახ. მოდით ჯერ პროექტ გუტენბერგს შევეხოთ მოკლედ. თქვენი მასალებიდან ჩანს, რომ ეს 1971 წელს დაწყებულა ეს ინიციატივა. ერთგვარი ციფრული ბიბლიოთეკაა, ხო? კი, ასეა. და მიზანიც არის უფასოდ გაავრცელოს ელექტრონული წიგნები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც საზოგადოებრივ დომენშია. ანუ რომლებზეც საავტორო უფლება აღარ მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში აშში. დიახ, იურიდიულად აშსის კონტექსტში ეს ნაწარმოებები თავისუფლად შეიძლება გამოიყენო. პროექტ გუტენბერგს აქვს რაღაც მითითებები, თუ მათ სახელს იყენებ გავრცელებისას. ძირითადად ტექსტი ზუსტი უნდა იყოს, ხელმისაწვდომი. გასაგებია. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია შევახსენოთ მსმენელს, რომ თქვენს ქვეყანაში ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ საავტორო უფლებების კანონები, სანამ ტექსტს გამოიყენებთ ან გაავრცელებთ. ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, დიდწილად მოხალისეების და შემოწირულობების წყალობით ხდება, შთამბეჭდავია არა? ამდენი ადამიანი მუშაობს, რომ ლიტერატურა ყველასთვის ღია იყოს. ნამდვილად. და ეს ბუნებრივად მიგვიყვანს უკვე თავად ქარიშხლიან უღელტეხილამდე, რომლის ტექსტიც სწორედ ამ პროექტის წყალობით გაგვრთხელთ. პირველივე გვერდებიდან იქმნება ძალიან სპეციფიკური, მძაფრი ატმოსფერო. ნამდვილად. პირველი სცენა ხომ მისტერ ლოკუდის ვიზიტი ქარიშხლიან უღელტეხილზე ბევრს ამბობს. სახლის პატრონი ჰიტკლიფი, უკიდურესად არასტუმართ მოყარეა. ჩაკეტილი ჩანს. კი, მისი შემობრძანდით თითქოს კბილებში გამოცრილია. უფრო მოშორების სურვილს გავს, ვიდრე დაპატიჟებას. ზუსტად. და თავად სახლიც ისეთია, პირქუში, იზოლირებული, თითქოს ცივილიზაციისგან მოწყვეტილი. ლოკუდიც საინტერესო ფიგურაა მართლა. ცდილობს იყოს ძრილობიანი, მაგრამ სოციალურად ცოტა მოუხნელია და ხშირად აცდენილია რეალობას, ესე ვთქვათ. არასწორ დასკვნებს აკეთებს. ხო, მაგალითად ჰიტკლიფის უხეშობას თავიდან რაღაც ექსცენტრიულობად თვლის და საკუთარ თავს ადარებს. კი, და მერე სულ ერევა ვინ არის სახლში. იმ ახალგაზრდა კეთრინს, ხან ჰიტკლიფის ცოლად თვლის, ხან იმ ხერტონის. და სახლიც ხომ სავსეა უცნაური ხალხით. მთრულად განწყობილი ხალხით. ჰიტკლიფის სიცივე, ის აგრესიული ძაღლები, ლოკუდს რომ ესხმიან თავს. ბუზღუნა მოხუცი მსახური ჯოზეფი. და ის იდუმალი, ლამაზი, მაგრამ ამპარტავანი ახალგაზრდა ქალი კეთრინი. ისეთი დაძაბულობაა, რომ ლოკუდი იძულებული ხდება ქარბუქის გამო ღამე იქ გაათიოს. სხვა გზა არა აქვს. სწორედ მაგ იძულებით ღამის თევას მოჰყვება მერე ის ლოკუდის კოშმარები, რომლებიც უკვე რომანის გულში გვახედებს, ესე ვთქვათ. ხო, ერთი სიზმარი რაღაც გაუთავებელ მოსაწყენ ქადაგებაზეა ჯაბეს ბრანდერხემზე. კი. მეორე კი გაცილებით შემაწრუნებელი. კეთრინ ერშოუს აჩრდილი, რომელიც ფანჯრიდან ცდილობს შემოსვლას და ტირის. 20 წელია გზა აბნეული ვარო. და აქ ჰიტკლიფის რეაქცია, როცა ლოკუდი ამ სახელს ახსენებს. ეს მართლა ძალიან მძაფრია. ეგრევე გვაგრძნობინებს მათ შორის რაღაც ღრმა ტრაგიკულ კავშირს, ხომ? სანამ ისტორიას საერთოდ გავიგებდეთ. დიახ, ზუსტად. და სწორედ ამის მერე იწყებს დიასახლისი ნელიდინი ლოკუდის თხოვნით ამბის მოყოლას. და ვიგებთ თუ როგორ ჩამოიყვანა ძველმა მისტერ ერშოუმ ლივერპულიდან ის უპატრონო შავგრემანი ბიჭი ჰიტკლიფი. რამაც ოჯახში, განსაკუთრებით კი უფროს ვაჟში, ჰინდლისში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ზიზღიც კი. თავიდანვე ჩანს ჰიტკლიფის განსაკუთრებული ბუნება.
ჩუმია, თითქოს უგრძნობი, მაგრამ ძალიან ამტანი და შეუპოვარი. და ერთადერთი ვისთანაც რაღაც სულიერ სიახლოვეს პოულობს, ეს კეტრინ ერშოუა. ხო, ჰინდლის მტრობა კი მამის სიკვდილის შემდეგ უკვე აშკარა სისასტიკეში გადადის. გარდამტეხი მომენტია კეტრინისა და ჰიტკლიფის სტუმრობა თრაშქროს გრეინჯში ლინტონებთან. აჰა. იქ კეტრინს ძაღლი უკბენს და რამდენიმე კვირით რჩება. ამ დროში ის ფაქტობრივად გარდაიქმნება. ის გარეული, თავისუფალი გოგო რაღაცნაირად ნამდვილ ლედიდ იქცევა. და ეს უკვე უფსკრულს აჩენს მასა და ჰიტკლიფს შორის, არა? თქოს სხვანაირად უყურებს ჰიტკლიფიც და ისიც მას. ჰინდლი კი ამას მშვენივრად იყენებს. კიდევ უფრო ამცირებს ჰიტკლიფს, უკრძალავს სწავლას, მსახურივით ეპყრობა. და სწორედ აქ, ამ დამცირების ფონზე, დებს ჰიტკლიფი შურის ძიების პირობას ჰინდლის წინააღმდეგ. პირველივე თავებიდან იკვეთება ეს დაძაბული ხაზი უკვე. ანუ, ქარიშხლიანი უღელტეხილი თავიდან მაქთავაზობს ძალიან ბნელ, ვნებებით სავსე სამყაროს. დიახ, სადაც სიყვარული, სიძულვილი, სოციალური სტატუსი, შურის ძიება ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული. მაშასე, რა გამოვიტანეთ აქედან? მოკლედ რომ თქვათ, ერთი მხრივ დავინახეთ პროექტ გუტენბერგის ეს მნიშვნელოვანი მისია, კლასიკის ყველასთვის ხელმისაწვდომობის იდეა. დემოკრატიული მისია კი. მეორე მხრივ კი ჩავიხედეთ ქარიშხლიანი უღელტეხილის აი ამ პირქუშ ჩაკეტილ სამყაროში, სადაც პირველივე გვერდებიდან იგრძნობა პერსონაჟთა რთული ურთიერთობები და მძიმე ატმოსფერო. ხო და აქ თქვენთვის დასაფიქრებლად ერთი საინტერესო კითხვა ისმის. როგორც სulis კლასიკური ნაწარმოებების ასეთი, ესე ვთქვათ, მარტივი ციფრული ხმისაწვდომობა, როგორც პროექტ გუტენბერგის შემთხვევაშია, ჩვენს აღქმას და დამოკიდებულებას ამ ტექსტების მიმართ. საინტერესო კითხვა. ან იქნებ იმაზე დაფიქრდეთ, რამდენად განმსაზღვრელია პირველი შტაბეცდილებები და გარემო. აი როგორც ამას რომანის დასაწყისში ვხედავთ ლოკვუდისა და ჰიტკლიფის მაგალითზე. ეს ის საკითხებია, რაზეც შეგიძლიათ ამ მასალების წაკითხვის შემდეგ კიდევ დაფიქრდეთ.